გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფელ თვალივში სახელმწიფო ტყის ტერიტორია დაასუფთავეს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და აქციაში მონაწილეობით თავიანთი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიაზე ზრუნვაზე. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1973 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. მიზანი საზოგადოების გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. მე და ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები და არა მარტო ჟურნალისტები და ასე შემდეგ ხშირად ვიკრიბებით იმისთვის, რომ რაღაცნაირად ჩვენი ამ მცირედი გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ჩვენი ბუნების და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მიმართ. ჩვენ უკვე ვეტერანი დამლაგებლები ვართ ტყეების, მაგრამ აქ ჩვენს საუბარს არ ვაპირებ. ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაში მიდიან და აი ამით უმასპინძლდებიან ბუნებას. მე ვამბობ, რომ ჯერ კიდევ დრო გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მრავალმა თაობამ ძალიან ჯანსაღ გარემოში იცხოვროს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს კიდევ რჩება გარემოს დაბინძურება და ჩვენ სწორად ამ ღონისძიებას მართავთ ხოლმე საზოგადოების ცნობილი სახეებით შემოგვიერთდნენ საბედნიერო დღეს და დავასუფთავეთ ტყის ერთი მონაკვეთი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გავაცნობიეროთ ყოველდღიურად ჩვენი საქმიანობით, ჩვენი ცხოვრების წესით რა შეღავათი შეიძლება მივცეთ იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობთ